დილამშვიდობის ეთერშია მოამბე 10 საათზე სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. მასობრივი საპროტესტო მსვლელობა ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ათასობით ადამიანი თეთრი სახლის წინ შეიკრიბა. მსვლელობები მოეწყო ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ოსტინში, ნეშვილში, სიეტლსა და ლოს-ანჯელესში. ამ უკანასკნელ ქალაქში აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და სანაგვე უნებს ცეცხლი წაუკიდეს. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლია და ჩვენ უნდა მივიღოთ მომხდარი ქსურს, რომ იცოდნენ, რომ ეს საშინელებაა. უსამართლობაა, რასაც ისაკეთებს, არ ვიცი, როგორ მისცა მოძალად ეს ხალხმა ხმა. სასამართლო ელის, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს დაუჭირო მხარი, იმპიჩმენტი უნდა მოვუწყო. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან სიტყვით გამოვიდა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ობამამ ასევე კომენტარი გააკეთა ჰილარი კლინტონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის საუკეთესო სენატორი, სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი იყო. ბარაკ ობამამ და ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში დღეს შეხვდებიან. გვიან ღამით ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, მივულოცე არჩევნებში გამარჯვება და თეთრ სახლში მოვიწვიე სასაუბროდ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მე და არჩეულ პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. თუმცა 8 წლის წინ ასეთივე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მე და პრეზიდენტ ბუშსაც. თუმცა პრეზიდენტ ბუშის გუნდმა პროფესიონალურად გადმოგვაბარა ხელისუფლება. მეც ჩემს გუნდს პრეზიდენტ ბუშის გუნდის მაგალითის მსგავსად ინსტრუქტაჟი გავუწიე. ასევე ვესაუბრე კლინტონს. მოვისმინე მისი გამოსვლა. ძალიან ვამაყობ მისით. ის საჯარო მოხელე ძალიან განსაკუთრებული ცხოვრები ცხოვრობს. ის შესანიშნავი პირველი ლედი, ნიუ-იორკის გამორჩეული სენატორი და საუკეთესო სახელმწიფო მდივანი იყო. ვამაყობ მისით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ერთიანობისკენ მოუწოდებს. დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ სიფრთხილით ეკიდება ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მომავალ ურთიერთობას და არსებულ გამოწვევებს. დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მის ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს და თანამშრომლობა ასევე გაღრმავდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და უკრაინის სუვერენიტეტისთვის. I think this is a symbol of real democracy. Nobody knows what would be the results of the election until the very. საქართველოს ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის, რათა არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. განცხადებას მიხეილ ჯანელიძე აკეთებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობა სტრატეგიული პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს და შეერთებულ შტატებთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას გააგრძელებს. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ამერიკის მოსახლეობამ მხარი ცვლილებებს დაუჭირა, რომელიც მიზნად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს. ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ამერიკა გახდეს უფრო ძლიერი საგარეო ასპარეზეც, საქართველოს როგორც ამერიკის ტრადიციული პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორების მქონე ქვეყანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები და ამერიკული ინტერესები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით გაგრძელდება ძალიან აქტიური თანამშრომლობა, როგორც ალიანსის წევრების მხრიდან, ასევე ალიანსის პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნების მხრიდან. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების არსებობა ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. პოლიტოლოგების ხელისუფლების აქტიურობის შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობებს ხედავენ და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტის გათვალისწინებულ სფეროებში მუშაობის გაგრძელებას ელიან, რაც უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით კონტრაქტების გააქტიურებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსთა ნაწილისთვის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების გამო ევროპელი ლიდერების შეშფოთება გაუგებარია.
მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, ვინც მათ მხარდამჭერებს არ უსმენს. სააკაშვილის თქმით, ის პარტიას ურჩევდა არ მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ექს-პრეზიდენტმა საკუთარი ინტერვიუ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. მან სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. ურჩევდი არ წასულიყო მეორე ტურზე, იმიტომ რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვარაუდობთ, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდე აგრძელებენ ამ უაზრო ლაპარაკს ის 1-2 ტიპაჟი იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენ აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ უკვე წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში. ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა მანანა კობაღიძე თანაგუნდელების შეთავაზებას და დაიკავებს თუ არა ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. საკითხზე ქართულ ოცნებაში კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო თანამდებობები თანაგუნდელების ინტერესების სფეროების მიხედვით გადანაწილდება. რა პოსტებს დაიკავებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კანონმდებლები ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში შიდა პარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას პარლამენტის პირველ სხდომამდე მიიღებენ. საარჩევნო სისტემის უცვლელად დატოვების შემთხვევაში ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებაში საპროტესტო ტალღას შექმნის. ასე აფასებენ ოპოზიციური ძალები მმართველი გუნდის პოზიციას, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული წესით არჩევნების 2020 წლისთვის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ქართულ ოცნებას საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმება არ სურს. მერვე მოწვევის პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ორი ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინა. ერთ-ერთი ინიციატორი ოპოზიცია იყო, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნის 200,000-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვა. მეორე კანონპროექტის ავტორი კი ქართული ოცნება. თუ ხელისუფლება ეხლა იზამს იმას, რომ თავისავე საკონსტიტუციო კანონპროექტს ჩააგდებს, ეს იქნება ნონსენსი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ ქართულში. და ეს იქნება პირდაპირ იმის დასტურება, რომ ხელისუფლება მაშინაც კი როცა ამ საკონსტიტუციო პროექტზე ლაპარაკობდა, იტყუებოდა. ასეთი ქმედებებით ხელისუფლება მართლა მიიყვანს საქმეს იქამდე, რასაც ქვია ძალიან მწვავე საპროტესტო განწყობების საზოგადოებაში და არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში. ქართული ოცნება აშკარად არაპირებდა ამ ცვლილების გაკეთებასაც 2016 წელს. ოღონდ მაშინ მაჟორიტარებს აბრალებდა, დღეს აბრალებს ახალ სახეებს. გასაგებია, რომ მათ უბრალოდ მოეწონათ ის სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას 48%-ით სხვადასხვა მანიპულაციებით და მაქინაციებით მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობას განსხვავებული პოზიცია აქვს. მმართველი გუნდის ახალი შემადგენლობის ნაწილი მოქმედ საარჩევნო სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს და არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარების მომხრეა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება და გადაწყვეტილება ფართო დისკუსიის შედეგად იქნება მიღებული. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, მე არ ვთვლი, რომ ეს პოზიცია მე უნდა შევიცვალო. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც სხვანაირად ხედავენ სიტუაციას. საქმიანი ფორმატიდან ამ თემის გადაყვანა სკანდალურ ფორმატში, რასაკვირველია, ეს არის მისწრაფება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების და ლიდერების. დებატებს დაველოდოთ, განხილვებს დაველოდოთ და იმ კანონის შესრულებას, რასაც ქვია საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების აუცილებლობა. საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ მესამე სექტორში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემა ამომრჩეველთა ნებას არ ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემაში ფართოდ ჩართული უნდა იყოს რეფორმირების საკითხში მესამე სექტორი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს პატრიოტთა ალიანსის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახულ პარტიებზე მანდატების გადანაწილების მოქმედი პრინციპი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს იქნება რიგით მეორე საქმე, რომელსაც პლენუმის ახალი შემადგენლობა განიხილავს. გუშინ დასრულდა ყოფილი მოსამართლეების სარჩელის არსებითი განხილვა, რომელშიც მოსარჩელე მხარე საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის იმ პუნქტების ანტიკონსტიტუციურ ცნობას ითხოვდა, რომელიც მოსამართლეების
სიმართლე შერჩევა დანიშვნას არეგულირებს. მესტიაში გერმანელი ინჟინერის ცხედარი იპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიკარგა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით ნაპოვნია მისი პირადი ნივთები, ასევე ავტომობილი. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. დაკავება თაღლითობის ბრალდებით უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე აიყვანა. გამოძიების თანახმად მან მოქალაქეს უკანონო მშენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმისგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი, რადროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. თბილისის კამერული მუსიკის მე-11 ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართა. ჯგუფი მაყურებლის წინაშე ახალი კომპოზიციებით წარსდგა. შესრულდა ქართული ფოლკლორული მუსიკის სინთეზი ჯაზთან და კლასიკურ ნაწარმოებებთან. მოამბე 10 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით და ვრცელი გამოშვებით პირდაპირ ეთერში დაუბრუნდებით 12 საათზე. დროებით გემშვიდობებით.